მოგესალმებით. მინდა დავასრულო ჩემი და ირაკლი კობახიძის დებატები და ორ შეცდომას დაუბრუნდე, რომელიც კობახიძემ დაუშვა და რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა გამოიწვია, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებდა როგორ მოხდა რომ ეს შეცდომა მან დაუშვა. პირველი შეცდომა ძალიან ტექნიკური არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა თავის ბუნებით. იმიტომ რომ კობახიძე შეეშალა ფულის მასა, რიცხვები შეეშალა. თავისთავად ახლა არავინ არ არის ვალდებული რიცხვები დაიმახსოვროს, იმიტომ რომ ახლა ვიცი 34 მილიარდია ფულის მასა თუ 37 მილიარდი ხა ამის დაზეპირებას აზრი არ აქვს. და ამიტომ მეც მეგობრები მეხმარებოდნენ დებატებზე კობახიძეს ვიღაცა მრჩევლებიან ასისტენტები შეიძლება გუნდიც კიდეც. ამიტომ ვიღაცამ ეს მონაცემები გამოუგზავნა. ხა კობახიძე თან არ არის ეკონომისტი და გასაგებია რომ არ ერკვევა დიდად ამ საკითხში, მაგრამ აქ საკითხი არის ვინც გამოუგზავნა იმან რატომ დაუშვა ეს შეცდომა. და რა შეცდომა იყო ეს? მოი ჩაგითავთ ვიდეოს და თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ეს ამბავი. ეხლა ეს სამს დაახლოებით 53 წუთია. არ ვიცი საიდან მოდის ეს მონაცემები, მაგალითად 2022 წელს ფულის მასა იყო 37.6 მილიარდი, არის 54.2. ამ მომენტში ასევე კობახიძის ბოლოსკენ რომ მივა, იტყვის რომ ვეუბნები რომ ეს არასწორი მონაცემებია, ის ამბობს რომ ამიტომ მე მგონი ჯობია რომ რეალურ პრობლემას მართლა შევხედოთ და შევლით შეცვალოთ არ იქნება ცუდი. პირველ რიგში ფულის მასას რაც შეეხება, მე ხელმძღვანელობ არა ეროვნული ბანკის, არამედ საქსტატის მონაცემებით და ერთად შეგვიძლია ჩავხედოთ ამ მონაცემებს და მე მგონი შევჯერდებით ერთიანი. რომ საბოლოო ჯამში ეს არის ის მონაცემები აიღო საქსტატიდან. ესე იგი, ვინც დაეხმარა ირაკლი კობახიძეს, შევიდა საქსტატზე და ნახა ეს მონაცემები. მოდით ნახოთ რაშია პრობლემა. დავიწყოთ ზოგადი თეორიული საკითხით, რომელიც ეხება ფულის მასას. როცა ეკონომისტები ამბობენ ფულის მასას, თვითონ ეკონომისტებს სხვადასხვანაირი პარამეტრები აქვთ და სხვადასხვა ტერმინები არის. და მე რაც დავასახლე რა რიცხვების გამოვიყენე, ამას ქვია M2, ფულის აგრეგატი M2, რომელშიც შედის ქეში, რომელიც აი ჯიბეში გიდევთ და ფული რომელიც ბარათზე გაქვთ. თავისი ბუნებით ქეში რომელიც ჯიბეში გიდევთ ამას M0 ქვია, სხვა ტერმინი აქვს. არსებობს ფულის აგრეგატი M1, M2, M3, ზუსტად M3 გამოიყენა პრემიერმა, L მონეტარული ბაზა, სხვა ტერმინები არსებობს რა და ეკონომისტები რაღაცას განარჩევენ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული მიზნებისთვის ამ ყველაფერს. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ როგორც წესი რომ ამბობენ რომ ფულის მასა იგულისხმება ეს ფულის აგრეგატი M2, ანუ ქეში რომელიც ჯიბეში აქვს ადამიანებს და ის რაც ბარათზე აქვს, ანუ ის რაც შეიძლება პირდაპირ უშუალოდ შეხვიდეთ მაღაზიაში და რაღაც იყიდოთ. და პრემიერმა გამოიყენა როცა ეს საუბრობდით რაღაც პრემიერმა უცნაური რისხვი თქვა, გამიკვირდა კიდეც მივიწერე მეგობარს მიწერე რომ მე ეს ხო M3 ხო არ დაასახელა და მართლაც აღმოჩნდა რომ M3 დაასახელა და მე რო თქვა რომ საქსტატიდან ავიღეო, თვალ გადავირიე, იმიტომ რომ ჯერ M3 რაშვაში იყო და საქსტატი რომელი ეკონომისტი იღებს საქსტატიდან ამ მონაცემებს და ყველა მიცის თუ ოდნავ შეხება გაქვთ ეროვნული ბანკის საიტიდან უნდა იყოს ეს და ეხლა ნახავთ ამ ყველაფერს. მოით ახლა გავარჩიოთ თავმჯდომარეობით რატომ იყო ეს შეცდომა და რაშია პრობლემა ზოგადად. აგერ არის ჩვენი საქსტატის ვებგვერდი. და შევიდეთ ახლა მონეტარულ სტატისტიკაში და დაინახავთ აი რაც კობახიძემ თქვა ზუსტად ის რიცხვები აქვს. აგერ პირველივე რიცხვი რა წერია მონაცემები, ფულის მასა წერია M3, მითითებულია რომ ეს M3-ია და ის რიცხვები 37.6 და 54 და 2. ნუ აქ შეეშალა კობახიძეს, იმიტომ რომ ეს 25 წლის ბოლო არ არის, 25 წლის მესამე კვარტალია, მაგრამ ნუ ამაში ხარ შევედავოთ. ფაქტია რომ ზუსტად აქედან აქვს აღებული ეს მონაცემები, თვითონაც ამას ამბობს. მაგრამ უყურეთ თვითონ საქსტატსაც კი მითითებული აქვს რომ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზეო, იმიტომ რომ იდეაში იქ უფრო ახალი მონაცემებიც არის და ზოგადად თუ რაღაცის გაკეთება დათვლა გინდა იქ უფრო კომფორტული, იმიტომ რომ Excel-ის ფაილი შეიძლება პირდაპირ ჩამოტვირთ. ანუ გადავიდეთ ჩვენს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, აგერ გადავიდეთ ვებგვერდზე, აგერ ეს მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა და აი აქ რომ ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები რომ დააჭიროთ, აი აქ Excel-ი ჩამოიტვირთება და Excel-ი დაახლოებით იქნება მე ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ისე ამას, აი ასეთი Excel-ი გვექნება ჩვენ. სადაც
სპანეთ მე მომნიშნე ზუსტად ის რისკები, რომელსაც მე ვიყენებ, ანუ ფულის აგრეგატი M2, დეკემბერს და ის რისკი, რომელიც კობახიზემ გამოიყენა, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე რო შესულიყო მისი მრჩეველი, ნახავდა უფრო ბოლო მონაცემებს, მაგრამ საქმეც დაგვიანებით აქვეყნებს ხოლმე საქმეთა აღოლებს. და რაც თავია მეც რო ვეუბნები დებატებში რომ მეზობელი სვეტიო, არც კი დაუშვირო საქმეზე შეიძლება ეს ხდებოდეს. მაგრამ აქ ახლა საქსტატის და ეროვნული ბანკის ამბავი არის, აქ უფრო საინტერესო არის სხვა გარემოება, იმიტომ რომ მოდი დავუბრუნდეთ ისე ჩვენ საიტს, რა არის ეს M3, რა თქვა კობახიზემ. აი უყურეთ აქ არის მეთოდოლოგია, თუ დავაჭერთ, ანუ აღწერა რა რას ნიშნავს, რა პარამეტრებია და თქვენ შეგიძლიათ თქვენ შეხვიდეთ, გადაამოწმოთ და სხვა აგრეგატები, რაღაც M0 ეს არის, M1 ეს არის, M2 და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ M3 აგრეგატი, ანუ თითო აგრეგატის შემდეგი მოიცავს წინას, ანუ M1 მოიცავს M0-ს და კიდე რაღაცას, M2 M1-ს და კიდე რაღაცას და ასევე M3 მოიცავს M2-ს და კიდევ რაღაცას. და რა არის ეს კიდე რაღაცა გარდა იმ ქეშისა და იმ ფულის, რომელიც თქვენ ბარათზე გაქვთ? ეს არის საბანკო სექტორში რეზიდენტი სამეწარმეო შინამეურნეობების სექტორების უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საერთო თანხა. კობახიძემ დაფიქრდით რა არის ეს? კობახიზემ სინამდვილეში ამ მომენტში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ ბანკზე, რამდენ ფულს ბეჭდავს ეროვნული ბანკი, გამოიყენა პარამეტრი, რომელიც მოიცავს დეპოზიტებს დოლარში, ევროში, რა ვიცი, იუანში, რუბლში, რა ვიცი, რაღაც დეპოზიტი შეიძლება ნებისმიერ რაც უცხოურ ვალუტაშია. გასაგებია რომ როცა შევსაუბრობთ ეროვნული ბანკი რატომ ბეჭდავს, ანუ ბეჭდავს დოლარის დეპოზიტი არაფერში არის შინაარსობრივად ეთიაში. ეკონომისტმა ეს უნდა იცოდეს. ზოგადად შეიძლება სხვა დათვალოთ და გვერდზე გადავდოთ როგორ ითვლება, რა ითვლება, რით განსხვავდება თქვა სტატისტიკა ჩვენთან ან რაღაც სხვა ქვეყანაში და შემდეგ ეს ეკონომისტების ჩვენი რაღაც საქმეა, თავისი იდეები, მიზნები გვაქვს ასე თქვა. მაგრამ უბრალოდ თუ ეკონომისტი ხარ, იცი რომ M3-ს არასდროს არ გამოიყენებ ფულის მასის აღსაწერად, აი რამე სპეციფიკური მიზანი თუ არ გაქვს. ანუ ასეთაც შეიძლება, იმიტომაც ითვლიან M3-ს რომ იყენებენ, მაგრამ აი ჩვეულებრივად რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ფული რასაც ნიშნავს, რაც პირობითად ახდენს გავლენას Z-ის ფასზე, აი ის M3 ვერ იქნება, იმიტომ რომ დოლარის დეპოზიტი ვიღაცამ $1 ჩამოიტანოს და დეპოზიტი გახსნას, ამის გამო Z-ის ფასი რო გაზრდეს, ძალიან რთული მექანიზმია, ასე პირდაპირ ვერაფერს ვერ იტყვა. ხო და ამიტომ ეკონომისტი ამას არ იტყოდა. უბრალოდ ეკონომისტი არის ის რჩეველი, ის კობახიძეს ეყარებოდა, თორე რა ვიცი, მე ამ ეროვნული ბანკის საიტზე ეს ფაილი ჩამოტვირთული მაქვს, რა ვიცი, 1000 ჯერ ალბათ. იმიტომ რომ ჩვეულებრივად როცა გაინტერესებს რა ხდება მონეტარული პოლიტიკაში, შედიხარ ეროვნული ბანკის საიტზე. ხო, ეს ერთი შეცდომა, რომელიც აი უბრალოდ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს იმ ადამიანების, ვინც პრემიერს ეხმარებოდა და პრემიერს და იმაზე, რომ პრემიერი ვერ არჩევს კარგად თავის მრჩევლებს. თორე ხა თვითონ რო ეს შეცდომა დაუშვა, გასაგებია ეკონომისტი არის და იდეაში არც უნდა იცოდეს ასეთი რაღაცები, ყოველთვის, თუმცა თუ ფასებზე ლაპარაკი დაიწყო გევალება, მაგრამ რას ისა. ზედმეტი იურისტებს ზედმეტი არ მოვთხოვოთ. ეხლა მეორე თემა კიდევ უფრო საინტერესოა. მეორე ყველაზე ბევრი კითხვა გაჩნდა, რატომ დაგისვაო კობახიძემ ეს კითხვა. იმ გაგებით რომ რა კარგი კითხვა დაგისვაო, რომ დამეხმარა მე მართლა ჩემი პოზიცია ჩამომეყალიბებინა და თვითონ ამ კითხვამ ბევრი ასეთი უცნაური ემოცია გააჩნდა. მაგრამ რო შეხედოთ იდეაში, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემთვის უნდა დაესვა ეს კითხვა. გამიკვირდა კიდეც რომ ეკონომიკის მინისტრმა არ დამისვა კითხვა, იმიტომ რომ იქ ხო მეწამი კობახიძის გადმოსახედიდან შენი მინისტრი ზის, იმას კითხვას ვერ დაუსმო, ანუ უცნაურია დებატებისთვის. შენი თანაგუნდელი ზის ორი, რომელიც ასევე რა კითხვა უნდა დაუსვა. და ორი ბიზნესმენი, რომელიც ისედაც ცუდ მდგომარეობაში არიან და კიდე კითხვა რო დაუსვას პრემიერმა, თვათ შეიძლება ცუდად გახდნენ. არის ორი ოპოზიციური პარტიიდან და ერთს კლოუნად აქვს მოწყობილი, ამიტომ თუ კითხვას იმას დაუსვავ, კლოუნად გაგრძელდება. ამიტომ თუ საუბარი გინდა და დისკუსია და დებატები, ერთადერთი ადრესატი ვიყავი, კარგია ცუდი ეს სხვა საკითხი, მაგრამ ერთადერთი ადრესატი ვიყავი, ვისაც თუ კითხვას დაუსვავ, პასუხსაც მიიღებ რაღაც თემატურს. მაგრამ მეორე მხრივ კითხვა ესეთი იყო, რომ მომცა შესაძლებლობა რაზეც მინდა იმაზე მელაპარაკა და ბუნებრივია ძალიან დამეხმარა და ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ამ ვიდეოს 10,000 რაღაც რეაქტი ქონდა ამის და ასე შემდეგ და ძალიან მიხარია რომ ხალხს მოეწონა, მაგრამ რატომ დასვა ეს კითხვა? და აქ უნდა მიაქციოთ ყურადღება ასეთ რაღაცას. აი პირველ რიგში
თუ დააკვირდით, ირაკლი კობახიძე მოვიდა მომზადებული. ანუ იმის შემდეგ რაც მე უკვე ვილაპარაკე, როცა მისი ჯერი დადგა, მან აღმოჩნდა რომ სლაიდების კი აქვს მოტანილი. იმიტომ რომ მე არც კი ვიცოდი მაშინ გამეცნე, იმიტომ რომ არც ვიცოდი რომ სლაიდების მოტანა შეიძლება თან დებატებს, მაგრამ სლაიდების ჰქონდა მოტანილი, რომელიც ეხებოდა გადასახადებს. თავიდანვე მე რომ გადასახადები ვახსენე, წამყვანას კი თქვა რომ ანუ თქვენი პოზიცია გადასახადებიო და არა, ჩემი პოზიცია არ იყო გადასახადები, მაგრამ აშკარად ირაკლი კობახიძე ემზადებოდა იმისთვის რომ მე ვიტყვი რომ დღეგეა დასაწევი და მას ჰქონდა ამაზე პასუხი მომზადებული და ვინაიდან ის ამთავრებდა ამ დებატებს, გამოვიდოდა რომ ჩემ კითხვაზე, ჩემ პოზიციაზე მას აქვს არგუმენტირებული პასუხი, რომელიც ჩემთვის მაინც არასწორია, იმიტომ რომ მისი ლოგიკით რომ იყვე დღეგე დასაწევია მართლა, მაგრამ ეხ დაუბრუნდები ამ საკითხს. მაგრამ ფაქტი იქნება რომ მე მეთქო რომ დღეგე დაწიო, კობახიძე გახსინდა სლაიდს, იტყოდა რომ აი ნახე, ევროპაში დღეგე უფრო მაღალია, ან ჩვენნაირია და ფასები მაინც უფრო დაბალია და ესე იგი სანდრო არ იყო მართალი. და ნუ ასე თუ ისე დებატებში კონტრარგუმენტი ექნებოდა, რაღაც გაგებით მართებული კონტრარგუმენტი ექნებოდა და ამით დამთავრდებოდა ეს ისტორია. მაგრამ უცნაური რაღაც მოხდა. ძველი ანეკდოტი რო არის ადამიანს რომ მარტო წყილზე რო აქვს ნასწავლი ბილეთი ბიოლოგიაში და ბილეთი აიღო და ბაყაყი დახვდა. ხო და ისო რაკნას და ბაყაყიო რა, ბაყაყს თმები არა აქვს. მაგრამ აი ბაყაყს თმები რომ მქონდეს და ხონდა გადასულიყო წყილზე რაღაცნაირად და ასეთი ამბავია რა, ხო დაახლოებით კობახიძე გამოვიდა, რომ კი არავის არ უთქვამს დღეგეზეო, მაგრამ მე მაინც დღეგეზე ვილაპარაკებ. ეხლა რაშია საქმე? გასაგებია პრემიერს მორავი საქმე აქვს. მარტო დებატებიც არ ემზადება. იქ უნივერსიტეტები უნდა დახუროს, გააუქმოს რაღაც, იქ deep state უნდა დაამარცხოს. ანუ მთელი პროცესია რა. ამიტომ ყავს ეს ასისტენტები. რომელიც ეხმარებიან, მეც მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები მაგალითად დებატებისთვის მოსამზადებლად და ბუნებრივი პროცესია. ხო და ნუ კითხა ეხლა პრემიერმა რა აქვს გირჩის პოზიცია. ბიზნესმენები გასაგებია, თანაგუნდელები არ გაგიჭედავენ. ის რო კლონდა და მოაწყობდა ეს გასაგებია. მაგრამ თავარია უცნობი ჩვენი პოზიცია და რა არის ჩვენი პოზიცია და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. რამდენიმე დღით ადრე ამ დებატებამდე, როცა ეს თემა ზოგადად წამოიწია, იაგომ დადო პოსტი, სადაც ამბობს რომ დღეგე დაწიეთ. ეხლა იდეა რაშია? ზოგადად ეს არ არის თვაც სწორი პოსტი გაგებით რომ თუ მიზანია რომ ფასები ქვეყანაში არ იზრდებოდეს, დღეგეს დაწევა ამას ხელს არ შეუწყობს, იმიტომ რომ გავლენას არ იქონიებს, იმიტომ რომ დღეგეს დაწევა სიკეთეა, დღეგე რომ დაწევა ფასები ხა ძალიან ბევრ შემთხვევაში მართლა ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდება, მაგრამ გზელვადიან რომ შეხედოთ, თუ ფულის ბეჭდა გზელდება, ფასები მაინც გაიზრდება. ამიტომ როგორც აი ზოგადად ფასების დის პრევენცია, დღეგეს შემცირება არ არის სწორი ამბავი. ეროვნულ ბანკს უნდა მიხედო ყველა ვარიანტში. მაგრამ რაც თავარია თვითონ კობახიძის ლოგიკით, დღეგე ნახდათ სწორი პოზიცია, იმიტომ რომ თვითონ კობახიძე ამბობს, რომ ბიზნესმენებს ხარჯები უნდა შეუმციროთო და თუ ხარჯებს უმცირებ, დღეგეც ხარჯია და ბარემ აიღე და დღეგე შეამცირე. ხო, მაგრამ ნუ მეგვეს პოსტი ქონდა, რაც რაღაც ზოგადად სიკეთეა გადასახადების შემცირება, ზოგადად რო შეამცირო დღეგე ფასი ნამდვილად შემცირდება, მაგრამ ჩემი ამოცანა იყო უფრო რაღაც ფართო სურათი დამეხატა და აი ფუნდამენტური პრობლემა, რაც ზოგადად ფასების დასიწევს თელ გზელვადიან პერიოდში, ამაზე ველაპარაკე. და აქ უკვე დღეგე არაფერში არ იყო. და ზოგადად გადასახადები როცა ვახსენე, სულ სხვა კუთხით ვახსენე, რომ მაგალითად აი სიგარეტზე აქცია რო შეამცირო, სიგარეტის ფასი შემცირდება და ადამიანს უფრო მეტი ფული დარჩება ჯიბეში. ანუ ამის გამო ზეთის ფასი არ შემცირდება, მაგრამ უბრალოდ ადამიანს მეტი ფული რო ექნება, ვინც ეწევა მაგალითად, ის უფრო მარტივად გაუმკლავდება გაძვირებულ ზეთს. ეს იყო იდეა. მხოლოდ ამ კონტექსტში ვახსენე ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა წამოვიგეთ კობახიძე ეუბნება თავის თანაშემწეს, რომ რა პოზიცია აქვს გირშსო. ხო და როგორ უნდა უპასუხოს ამან ადამიანმა, რომელიც აი ქართულ ოცნებაში არის აღზრდილი. ხო და დაინახა გასაგებია ხა მე რო ეროვნულ ბანკზე ვილაპარაკებ, ასე თუ ისე გასაგებია, მაგრამ რა უნდა იყოს ჩვენი თავარი პოზიცია. ისევ და ისე ჩვენი ხარჯები მიხვდებოდნენ, რომ მე ყველა ვარჯერ ეროვნულ ბანკზე ვილაპარაკებდი, მაგრამ თან რამდენი დაწერილი პოსტი მაქვს, რამდენი წელი ამას ვაკეთებ, მაგრამ უბრალოდ სამ დებატები მოხდება, ჩვენი პარტიის ლიდერს აქვს პოზიცია დაფიქსირებული დღეგეზე. მთელი ეს ოპოზიცია დღეგეზე ლაპარაკობს. და იმან არც კი დაუშვა ალბათ, რომ პარტიის მეორე ნომერს ანუ სხვა წევრს ზოგადად შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს იმისგან, რაც პარტიის ლიდერმა დააფიქსირა.
აი წამოიგენ სიტუაცია, რომ ბიზნეს იმაშულს რომ დაეწერო დღეგია დასაწევი. და ხო გასაგებია რომ კობახიძე დღეგეს დაწევაზე ელაპარაკებდა, ყველა ქართული ოცნების დეპუტატი ამას იტყოდა და სადმე საერთოდ ამინძეც რომ ელაპარაკათ ქართული ოცნების დეპუტატებს, ისინი დაიწყებდნენ იმით, რომ დღეგია დასაწევი. რაც კი დაუშვებენ, რომ თუ პარტიის ლიდერმა რამე თქვა, სხვა პარტიის წევრებმა ეს არ შეიძლება გააჟღერონ. ხო და ამიტომ ესე იგი ის როგორ უყურებს, გასაგებია სანდრო რაღაც ეროვნულ ბანკზე ელაპარაკებს, მაგრამ აგერ იაგომ თქვა დღეგეო, ესე იგი სანდროც დღეგეზე ელაპარაკებს. ამიტომ პრემიერი მოამზადეს დღეგესთვის. და მის დღეგეზე არ ველაპარაკი. და ამიტომ ისაც ჩაფიქრებული იყო, რომ მე მომზადებულ პასუხს გამცემდა კობახიძე და ასე ვთქვათ მომიგებდა თუნდაც რაღაც თავისი უცნაური ლოგიკით, მაგრამ რაღაც ვიწრო გაგებით ის არ გამოვიდა, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ გამემეორე ის რაც იაგოს ეწერა პოსტში. არა და იდეაში კობახიძეს მრჩევლის ეს ვარაუდი რომ მე ამ დღეგეს ვილაპარაკებდი, სწორი იყო იმ გაგებით რომ ამ ქვეყანაში ჩვენს გარდა ხო პარტია მართლა არ არსებობს და გასაგებია რომ ქართულ ოცნებაში ბიზნესმენმა რამე რო თქვას, ყველა იმეორებს რა. იგივე სიტუაცია ნაცებში რა. მიშას არ გაიმეორებს ნაცები. ხაზრაძემ რამე რო თქვას, ლელო მანტრასავით გაიმეორებს. გახარიას საერთოდ ამბობენ რომ რამე დილას საღამოს გახარიას ხაძე ლოცულობს ხალხი. ამიტომ ზოგადად ყველა პარტია ასე არ აწყებული ჩვენს გარდა. და ეხლა რაღაც რიგითი ქართული ოცნების რაღაც წევრი ამ რჩეველი რო გახდა პრემიერის, ის ხო იმ გარემოში აღიზარდა. ამიტომ აზრადაც არ მოუვა, რომ შეიძლება პარტიაში 100 სხვადასხვაობა იყოს, ერთი პარტიის წევრი ასე ფიქრობდეს, მეორე ისე ფიქრობდეს და თუ პარტიის ლიდერმა რამე პოზიცია დააფიქსირა ამ თემაზე საუბრისას პარტიის სხვა წევრი ამ პოზიციას არ გაიმეორებს. ხო და ყოფდებით. ამიტომ აი ეს უცნაური შეცდომა დაუშვა კობახიძემ, იმიტომ რომ უბრალოდ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მარტო გირჩი არის ამ ქვეყანაში ნამდვილი პარტია, სადაც პარტიის წევრები თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან თავისი სოფხედელობით. ჩვენ ბევრი გვაერთიანებს, მაგრამ არა ეს არნიშნავს, რომ ყოველთვის ერთ აზზე ვართ, მაგრამ ამის წარმოდგენა სხვა პარტიის წევრებს უბრალოდ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ თვითონ ვერტიკალში ცხოვრობენ დილიდან საღამომდე. ამიტომ ის რაც ბევრს მოეჩვენა როგორც აი ბანალური შეცდომა, რომელიც აი უპატიებელი შეცდომა, როგორ შეიძლება ასე დებატებში მოიქცეოს, სინამდვილეში ძალიან ლოგიკური შეცდომა იყო. უბრალოდ ისინი არ აპირებდნენ წაგებას და რაღაც მაზოხისტური მოტივებით კი არ მოძრაობდნენ, არამედ ის რომ ეგონათ რომ მოიგებდნენ, უბრალოდ აი სხვა სამყაროში ცხოვრობენ და ვერ გათვალეს რომ შეიძლება ოპონენტი სხვანაირად აზროვნებდეს. ეგ არის და ეგ. იმედია უფრო მეტი გაიგეთ ამ დებატებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვისაც მოიწონა ჩემი გამოსვლა და რა ვიცი იმედია ეს დებატები გაგრძელდება და კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო ამბავი გვექნება. შემდეგ შეხვედრამდე.